მე მაინც როგორც ფერმერს ლარად და 2 ლარად ბულგარული წიწაკა უკვე ძალიან მაგარ მოგებაში ვარ და მე სახელმწიფოს რას ვთხოვ? შემიწყე ხელი. მაგალითად, ეხლა იწყება საჩითილე მეურნეობა. მილიონობით ჩითილი გამოგვყავს სათბურში. იმას ხომ უნდა ლატოკები, ეგრეთ წოდებული შავი ლატოკებია. იმაში ტორფი იყრება. მერე ტორფიდან უნდა გადაიტანო მიწაში. იქ გადის 2 ესეთი ხაზი არის, მერე თუ ჩამოხვალთ, აუცილებლად გექნებათ საშუალება ნახოთ წვეთოვანი, ზემოთ ცელოფანი. იქ შეიძლება რაღაცა ნივთიერება დასჭირდეს, ან არ იწვიმოს და აზოტის და რაღაცები არის და ყველაფერი არის ბიოდონეზე. ყველაფერი ჩვენ თანამშრომლობთ მხოლოდ აგრომაღაზიებთან, ყველაფერი ლიცენზირებული და ესე ვთქვათ ევროპული სტანდარტების გვაქვს და რას ვეუბნები სახელმწიფოს? ცოტა შემომეშველე. აი, რაღაცა ფასდაკლება გამიკეთოს აგრომაღაზიებმა, ან ცოტა რაღაცა საგრანტო თუ არა, რაღაცა პატარა შემომეშველე, რომ რაღაცნაირად ეს ჩემი ხარჯები შევამცირო და შეიძლება ის 1 ლარიც არ ღირდეს, მაგრამ თქვენ რო ნახოთ რა ფასებია აგრომაღაზიაში, ჩვეულებრივი გლეხი ვერ შეძლებს ერთი პაკეტი დაუშვათ გამაძლიერებელი, არ ვიცი რაც ქვია, მე აგრომაღაზიაში ვაპირებ ვიდეო რგოლების გადაღებას, ტრეინინგები იწყება თებერვლიდან და ღირს 1400 ლარი. აი ეს აზოტი იქნება თუ ბიოზე რაც არის პალმაზე, 1400 ლარი. ფერმერმა, რომელსაც მოყავს 1,5 მილიონი კილოგრამი, მაგალითად ხურვალეთში მოყავს ხახვი, ამ ადამიანმა როგორ უნდა იყიდოს 1400 100 ლიტრაზე, ანუ ხო წარმოგიდგენია.